საქმეში ჩდება პატაკი, ოპერატიული პატაკი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკის, რომელიც ამბობს, რომ თითქოს და მან ანონიმური წყაროებისგან შეიტყო, რომ მზია ამაღლობელმა მიიღო დავალება და დავალებით მოქმედებდა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ინახება მის ტელეფონში. წარმოიდგინეთ, და ხო, ამაზე რა თქმა უნდა, ხდება შუამდგომლობა, ხდება მიმართვა, ხდება ტელეფონიდან ინფორმაციის გამთხოვა. ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ეს საერთოდ რეალურია თუ არა ეს ინფორმაცია. მზია არის ჟურნალისტი. და ჟურნალისტს, რომელიც ორ მედია მაუწყებლობას ხელმძღვანელობს, აქვს არაერთი ჟურნალისტური წყარო. თან არ დაგვაუწყდეს ბათუმელებიდან ნეტგაზეთი, როგორი ტიპის რეპორტაჟებზე მუშაობენ, რამდენი კორუფციული სკანდალი უმხილებიათ და რამდენი სიკეთე შეუქმნიათ ქართული საზოგადოებისათვის იმ ნაწილში, რომ ამხელებენ კორუფციულ სქემებს, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში. და თქვენ წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად ყველა ამ ჟურნალისტურ წყაროზე სახელმწიფო იპოვებს დაშვებას და სრულ ცდომას. ეს ერთის მხრივ, თითოეული ჟურნალისტისთვის საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში წარმოადგენს სერიოზულ სიგნალს, რომ მათი ტელეფონები ესე ჰაერიდან მოსული ინფორმაციის საფუძველზე, მათ შეეძლოთ პატაკში დაეწერათ, რომ დაესიზმრა, მან ეს დაესიზმრა ეს ამბავი, თვითონ მოიგონა, ვიღაცამ შესთავაზა რომ ეს ვერსია გამოეყენებინა, თუ მართლაც არსებობს ვიღაცას ტიპი, რომელიც რაღაც მსგავსი იცოდა, ამის გამორკვევა არ ხდება, ამის გადამოწმება ვერ ხდება. თავად ამ ოპერატიული ინფორმაციის ბუნებიდან გამომდინარე. და შესაბამისად აკრძალულია ასეთი მოქმედებების საფუძველზე მსგავსი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. პატაკის საფუძველზე ჩატარებული მოქმედებები დაირღვა მერვე და მეათე მუხლები, რაც არის ერთის მხრივ პირადი ცხოვრების დაცულობის გარანტია და მეორეს მხრივ გამოხატვის თავისუფლება, იმიტომ რომ ჟურნალისტს იცავს ასეთ დროს გამოხატვის თავისუფლება, მას აქვს უფლება მოიპოვოს გავრცელოს ინფორმაცია და იგი ვეღარ შეძლებს ინფორმაციის მოპოვებას, თუ კი მას არ იქნება ჟურნალისტური წყაროები. ეს პატაკების მეთოდი არ არის ახალი სამწუხაროდ საგამოძიებო სისტემაში და მსგავსი ტიპის პატაკებით ხდება ისეთი ინფორმაციების მოპოვება, რომელიც ფიზიკურად ვერ უნდა ხდებოდეს და რა თქმა უნდა მზეა შემთხვევაში ვერც ვერაფერს მოიპოვებენ, იმიტომ რომ ასეთ ადგილი არ ქონია, მაგრამ თავად ის, რომ მათ ეს ჩაატარეს უკვე, ეს არის დარღვევა. ამ საქმეში გამოვლინდა ნათლად, რომ ქართული კანონმდებლობის მიხედვით ამის რეალური გასაჩივრების შესაძლებლობა არ არსებობს. და ამით ირღვევა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი მერვე მე-10-თან ურთიერთმომართებით, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო იძლევა მხოლოდ და მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ გასაჩივრების შესაძლებლობას. და პოსტ-ფაქტუმ გასაჩივრებას რა აზრი აქვს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ჟურნალისტური წყაროების ანონიმურობაა დარღვეული.